მოგესალმებით მეგობრებო. იმედი მაქვს რომ კარგად ხართ. ცოტა გაცილებული ვარ, მაგრამ არა უშავს რაღაცა ვირუსია. მარტივად გადავიტან. მოკლედ სანამ გაშლებზე გადავალ პატარა რეკლამას გავაკეთებ, იმიტომ რომ მე აზრი არ აქვს, თქვენ დამღლელია. თუ გაქვთ თუნდაც სურვილი პირად გასაცენ დაკავშირებით შეგიძლიათ შევეხმიანოთ და ასევე მაქვს აქცია 4 კითხვიანი. ვინ მოდის, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას აპირებს, ეს 4 კითხვა არის სიყვარულის ენერგიაში, სიყვარულის ამბავში. ასე რომ თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ რომ მომწეროთ აქციასთან დაკავშირებით გწეროთ და მე მარტივად იქნება საქმე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, რატომღაც გადავწყვეტა, რომ ძალიან ისეთი სახალისო პატარა გაშლა გავაკეთო. არაფერი გრანდიოზული, არაფერი ისეთი კითხვა იქნება, სათაურთან გეცოდინებათ უკვე რომ თუ ჩართეთ ვიდეო, იცით რაც არის. ეს არის თუ რომ მიწერო. ისაც განაცხადებელი გაქვთ მიწერო. ხო, რა მოხდება რომ მიწერო? ძალიან მარტივი კითხვა, პასუხი რთულია. ნახოთ, მოკლედ, ხო, რაც თქმელი იყო თქვი. სავარაუდოდ სექტემბრიდან ალბათ უკვე აღარ მექნება პირადი გაშლები. ნახოთ, როგორ წავა საქმე და სავარაუდოდ მხოლოდ YouTube-ზე დარჩები ხოლმე. მხოლოდ ესე მექნება კომუნიკაცია თქვენთან. ნახოთ. გადავაპირდებით დასტატი 0-2, დასტა ნომერი პირველი, ეს უკვე იცით, ჩემთან მეცხრთ ხოლმე შეიძლება თუ ახალი ადამიანი ხარ მიხვდებოდი და ახლობით პრინციპს. და ნახოთ, რომ მიწერო. რომ მიწერო იმ ადამიანს რა მოხდება? პირველ რიგში ნახოთ ამ ადამიანის შეგრძნება. Grief. შეხსენება იქნება იმის თუ რაც დაკარგა. აშკარად ყოფილთან აპირებ მიწერას. არა მაგ ის მომენტი, რომ ქაშის ამბავი მაგან გაურკვეველი სიტუაცია მაგან რაღაცა, ვინც მისმენთ უფრო მეტად მაგას ყოფილის ენერგია, რაღაცნაირად გონებაში გაგვდეს მომენტი, ხო მიწერო. Or მიწერო მეთითო რომ რაღაცნაირად ნაჩხუბარი ხარ სავით. I commit to practicing the good in all things. ხო, ან ნახე, შენი მიზანი იმითაც ზორითაც გინდა რომ მიწერო და რა მოტივიც გაქვს რომ მიწერო. არ არის თქვა ცუდი მოტივი, თუმცა ამ ადამიანისთვის ცოტა ისი არის. შეხსენებასავით არის თავისი შეცდომის, ასე ვთქვათ, ხო? ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია რომ უბრალოდ დარჩეს ისე როგორც არის რაღაცეები. ამიტომაც ამ ადამიანს შენ თუ მიწერ ცოტა ეს შეარყევს, ასე ვთქვათ, შეარყევს. კაი, ნახოთ. ეს იმ ადამიანების იმ ნაწილისთვის, ვინც ყოფილზე ფიქრობ, თან არის აუცილებელი მაინც ყოველთვის ესე იყოს, ხო? ნახოთ, მესიჯები რა წამოვა, იმიტომ სხვადასხვა ადამიანი უსმენთ. ხუთიანი მონეტები მაქვს და ჯაჯმენტის კარტი მაქვს, სამიანი თასები. ხო, რაღაცნაირად შერიგების ენერგია მაქვს, შერიგების მომენტი მაქვს, ანუ შეძლებთ რომ შერიგდეთ, ასე ვთქვათ, იმ კითხვით რომ დაილაპარაკოთ, შეხვდეთ, ეს თუ გენდომება, ხო, რომ მიწერო, ამას შეიძლება, ანუ არ დაგაიგნორებს, არ იმას იზამს, ანუ არ მაქვს ეს მომენტი, რომ ეხლა რატომ მომწერა და ამოდი არ მოპასუხებ და დავიკიდებ და რაღაცები. ეგეთი მომენტი არ მაქვს, ინტერესი მაქვს ამ ადამიანისგან. უბრალოდ მე საიწაო ეს ყველაფერი ეგ არ ვიცი. შერიგების მომენტს რო ვამბობ, ანუ აი შეხვედრა, ნორმალურად დალაპარაკების მომენტი მაქვს. მე რა მოხდება? რომ მიწერო
დასტანომერი პირველი თუ მიწერს იმ ადამიანს, ვისაც ფიქრობთ, ფიქრობს რა მოხდება მერე. ხო, Page of Pentacles, Tower, 4-იანი კვერთხები, ჩათოქრის კარტი, High Priestess, ესე იგი, როგორი ენერგია მაგიცი, რომ ეს ადამიანი მას იზამს. ანუ მოულოდნელი იქნება შენთვის ამ ადამიანის მონდომება იმ კუთხით, რომ რაღაცნაირად დაილაპარაკოთ შეხვდეთ, გაარკვიოთ რაღაცეები. უფრო მეტი სიმყარე გამოჩნდება თქვენ ორ შორის, გამოსიმყარე გამოჩნდება იმაში თუ საბოლოოდ დაასრულეთ, ეგეც მყარად გეცოდინებათ და ყოველგვარი კითხვების გარეშე დარჩება და გეცოდინებათ ზუსტად რა და როგორ მოხდება ძალიან მარტივად დაიშლებით, უფრო მარტივად და საბოლოოდ და გაერკვევით ყველაფერში, ან თუ განახლება მოხდება ურთიერთობის, უფრო მეტი სიმყარე იქნება ამ ყველაფერში. ეწევით? ხო, როგორც ვამბობდი, თუ რაღაცნაირად ურთიერთობა განახლდა, უფრო მეტი სიმყარე იქნება მაგაშიც რაღაცნაირად სტაბილურობისკენ მიდის ეგ სიტუაცია ორივე მხრივ, დასასრულისკენაც თუ გაგრძელებისკენაც. ვნახოთ the Star, 6 of Cups, 7 of Pentacles, 6 of Pentacles, Hierophant. მოკლედ ორი ვარიანტი მაქვს, ძალიან მარტივად შეგიძლიათ უბრალოდ ვაგეთ და გააგრძელოთ მეგობრობა, თუ გინდათ რომ იმეგობროთ და თუ თანახმა იქნებით ამაში, ამაზე უბრალოდ, ან უბრალოდ შეგიძლიათ რომ ზოგიერთ თქვენგანთან მაქვს ის მომენტი, რომ კი ეს ყველაფერი შეიძლება გადავიდეს უკვე უშუალოდ Hierophant-ის ენერგიისკენ, რაც არის სერიოზული მყარი სტაბილური გრძელვადიანი ურთიერთობა გამოვიდეს ამ ყველაფრისგან, უბრალოდ ამას სჭირდება აი როგორი რაღაც იცი რომ კი შენაბიჯი გარადგი და მიწერე, თუმცა ამავდროულად მისგანაც საჭირო არის, ხო, ეს მონდომება. ამ დასტაში მაქვს ეგ ენერგია, რომ იმ ადამიანისგანაც წამოვა ეს სურვილი იმის, რომ რაღაცა მოინდომოს. ეს არის და ეს თქვენი მესიჯი 07. პატარა მესიჯები იქნება ეს, დასტანომერ ორზე გადავდივარ. ხო, უბრალოდ სახალისო, საინტერესო გაშლა მგონია რომ გამოვიდეს. ნახოთ. დასტანომერი ორი ვინც აირჩია ამ ადამიანებისთვის. ნაბიჯი რომ გადადგან და მიწერონ იმ ადამიანს, ვისთანაც ფიქრობენ რომ მიწერონ თუ არა. რა მოხდება შემდეგ? ნახოთ პირველ რიგში ამ ადამიანის შეგრძნება. კიდე. ეხლა ნახეთ, ამ დასტაში მაქვს ორი ვერსია, ორი კუთხით ადამიანები ვინც მიყურებთ, ერთი არის ის, ვისაც ბოდიშს მოხდა გინდათ, მაქვს აქ, მიიღებთ აი ამ პატიებას, ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ ბოდიში მოუხადონ, არ ვიცი, ვერ გეტყვი. როგორი მომენტი მაქვს, შენ რომ მიწერო. კი, იქ იქნება მე იმაზე საუბარი, რომ აი ესე მოხდა და ბოდიში და რაღაცა რა. მაგრამ ცოტა ის იმას გავს, რომ შენი მოთხოვნილია, შენი შექმნილია მაინც სიტუაცია. ხო, მათთვისაც ბოდიში მოხდა უნდა ადექით და კი ბატონო თავისუფლად შეგიძლიათ მიწეროთ და მოიხაროთ ბოდიში, იმიტომ რომ ამაზე პატიებას მიიღებ. კაი, მაინც ნახოთ ტაროს კარტით, ამესჩები გამოვა. Ace of Wands, 6 of Wands. ხო, ანუ წარმატებული ენერგია მაქვს ისეთი. ადამიანი, ანუ ეს olive branch-საც ეძახიან, ხო? ზეითუნის ხილის ხის რტო თუ რაღაცა რაც არის. ანუ აი ეს მიტანა ადამიანთან, რომ აი
ბოდიში ესე არ უნდა მექნა, ან ეს მოხდა რაღაცა, ანუ მაქვს ეს მომენტი, პატიების მომენტი მაქვს ამ დასტაში. პატიების მომენტი მაქვს ამ დასტაში. ორიანი თასები, სამიანი ხმლები. ხო, კატეხილი გულის ამბავი მაქვს, კატეხილი გულის ამბავი მაქვს, სადაც მე გამიყვდა გული და მე მატკინეს და მე ვაპირებ რომ მივწერო მაგ მომენტშიც რაღაცაერად კი მაქვს ის რომ შეიძლება ვაპირებ ვუთხარო ის რა მატკენინე, მაწყერინე, ძალიან გამიწვია იმედი და რაღაცა და ამის თქმა მინდა რომ დავიცალო ბოლომდე და კი ბატონო დაიცალეთ და იმ ადამიანისგან წამოვა ბოდიში და შეგიძლიათ ვაპატიოთ, მაგრამ ვერ ხედავ თქვენთვის იმას, რომ 4-იანი თასები რო აი ბოდიშის მოხდის მერე და თქვენი პატიების მერე რაღაცნაირად გინდათ რომ გაგრძელდეს ეს ურთიერთობა, ამას ვერ ხედავ, იმდენად ნატკენი გაქვს გული და უბრალოდ ერთი რაც გინდათ ეგ არის რომ ბოდიში მოიხადოს ამ ადამიანმა, არ ვიცი აზია საუბარი კიდე რაც ჩავეკითხები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არ არის დღევანდელი კავშირის ამბავი, ხოლო მათთვის ვინც თვითონ აპირებს რომ ბოდიში მოიხადოს რაღაცნაირად და შემდეგ ვერ ხედავ რომ ბოდიშის მოხდის მერე და პატიების მერე ვერ ხედავ რომ ურთიერთობა გრძელდებოდეს ურთიერთობა რასაც ქვია რა აი სუფთად ბოდიშის ამბავი მაქვს სუფთად პატიების ამბავი მაქვს აქ რა ხო სუფთად ბოდიშის და პატიების ამბავი მაქვს აქ რა მოხდება მე და შვიდიანი ხმლები მაქვს აქ გასაგებია. ხო, 6-იანი მონეტების ტურზე აი საუბარი რომ მიდის მე რა უკვე რომ აი ხო აი შევხვდეთ და ხო აი რაღაცა დავილაპარაკოთ და ასე შემდეგ და მაგრამ ბოლომდე რომ მაინც ვერ მოხერხდება ეგ და ბოლომდე რომ მაინც არ ეწყობა ეგმა ეგეთი ამბავი მაქვს. ხო შვიდიანი ხმლების ამბავი და როიანი მონეტები. ხო რა ანუ აი მატერიალიზაცია, მანიფესტაცია არ შეგიძლიათ იმის რომ რაღაცნაირად შევხვდეთ და ისე დაილაპარაკოთ. ხოლოდ მიმოწერით ან ტელეფონის ზარით, შეიძლება იმიტომ რომ დისტანცია შორის ხართ. რაღაცნაირად ანუ აი ის მომენტი მაქვს რომ უბრალოდ ბოდიში მოვიხადეთ, პატიება მივიღეთ, მაგრამ სიმართლე ვთქვათ რომ ამ ყველაფრის გაგრძელება გვინდა, ეს არ მიჩანს. ხო, ასე რომ არც არაფერი არ მოხდება ისეთი. კარგი, ნახოთ დასტა ნომერი 3-ზე გადავდივარ, დასტა ნომერი 3, ნახოთ ვინც აირჩიეთ ამ ადამიანებმა. მე ეს ვინც აირჩიეთ ამ ადამიანებმა. ნახოთ, დასტა ნომერი 3 ვინც აირჩიეთ, რომ მიწეროთ ამ ადამიანს რა გამოვა. რა მოხდება? ფაქტორი შეიძლება სიტუაცია და შეიძლება უკეთესობისკენ, მაგრამ თავისუფლებაც მიჩანს აქ და მიჩანს დისციპლინა. სავარაუდოდ ის რაც ის მეწერეთ თქვენ ფიქრობთ, ის მეწერეთ თქვენ გეგმავთ, ეს ცვლილება მე რომ გითხრა რომ აქ რაღაცა კონკრეტული გაერთიანება, მაგრამ უფრო მეტად თქვენ თავში ხდება ის მომენტი, რომ თქვენ როგორც ინდივიდუალური ადამიანი ესე იზრდებით და თავისუფალი ხდებით, სავარაუდოდ დაცილების მომენტი გაქვთ, გინდათ რომ დაცილდეთ, ან საბოლოოდ გაარკვიოთ რა ხდება და თუ ისი არ ხდება როგორც თქვენ გინდათ რომ დაიშალოთ რა, რაღაცა ეგეთ ენერგიაში ვარ. Knight of Wands, ხო, კი ბატონო. Knight of Swords, Knight of Wands, 10 of Coins. ან ნახე, ორი ვარიანტი მაქვს. ან არაფერი, ან ყველაფერი. ეგეთი ენერგია მაქვს აქ. თქვენ ამის გაკეთებას თუ აპირებთ, აი სუფთად ის მაქვს, ანუ როგორ გამოიხატება თქვენი თავისუფლება და ეს სულება და აი ეს abundance რაც მაქვს, ანუ ფიზიკურ რეალობაში რომ მანიფესტირება შემიძლია ყველაფერის და უნიმიტო არსება ვარ, ასე ვთქვათ, ხო? 10-იანი მონეტებიც მაქვს, მე არ ვიცი, ზოგისთვის გამოიხატება ისე, რომ ცილდებით და ზოგისთვის გამოიხატება ისე, რომ კი ურთიერთობას იწყებთ ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ უნდა გქონდეთ.
ამიტომაც ესეთ ამამად ვერ ვიტყოდი რომ ხო მოდი მიწერე ხო მოდი არ მიწერო იმიტომ რომ შედეგისთვის ძალიან უნდა იყო ან კი ან არა იქნება შედეგი და ზოგისთვის კი იქნება ზოგისთვის არა იქნება ესე წამყვანი დომინანტური რაღაცა კონკრეტული პასუხი არ მაქვს რომ თქვა რომ აი თუ მიწერ უეჭველი ეგ დაიწყებთ ურთიერთობას ისე როგორც ჩვენ ვფიქრობთ ან საერთოდ დაცილდებით ან ეგეთი რამე არ მაქვს აი როგორც წინადასტაში მქონდა მაგალითად არ მაქვს ეგეთი გამსასვლელი ენერგია მაინც ნახოთ justice და ორიანი თასები მაქვს ხო ანუ justice ორიანი თასები მაქვს ანუ აი ისეთი ენერგია მაქვს სამართალი კარმის ამბავი მაქვს ორიანი თასები მაქვს აი ჩათვალე რომ ან ეს ამ ადამიანთან ერთად აგძელებ ან აქ არ გამოდის და მე ხდება ადამიანი რომელიც არის შენი სუფთად შენზეა დამოკიდებული როგორ და რანაირად მოიქცევი ამ სიტუაციაში რა რო გითხრა რომ რამე ისეთი სასწაულად გამსაზღვრელი მესიჯი მაქვს აქ ესე არ ჩანს რა აი რომ მიწერ და კითხებს რომ დაუსვამ და ასე შემდეგ და რაღაცები იმით რაც გინდა ორიანი მონეტები ნავე of cups ორიანი მონეტები ისევ 10-იანი მონეტა შემიკრა ხო რა ანუ აი და ორიანი თასები ისევ ჩანს ნაწილი ვინც მიყურებს მათთვის კონკრეტულად ამ ადამიანთან მიწერებს რადგან ამ ადამიანთან შეძლებთ რომ აი სერიოზული ძელვადიანი ურთიერთობა ჩამოყალიბოთ შექმნათ და ელაპარაკოთ და გაარკვიოთ ზუსტად რა გინდათ ერთმანეთისგან ხო ნაწილისთვის აი მაგ ყველაფერს რომ მიწერო ესე გინდა ეს ადამიანი პირდაპირ გაქცევს პასუხს შეუძლია თუ არა მაგ ყველაფრის მოცემა და მაგის მერე მიხვდები გინდა თუ არა ადამიანთან გააგრძელო და უბრალოდ შეიცვლება ორივე ვარიანტი რაღაცა იცვლება რა ესეც და ისეც ხო ანუ იმიტომ რომ იმდენად რაღაც ისეთი აზრებია და ისეთი სურვილებია ვისი კომუნიკაციაც მინდა ანუ მინდა რომ მივწერო რომ ამაზე პასუხად სუფთად ეგ მომენტი მაგრამ ან კი ან არას ვიღებ რა სხვანაირი აი მოდი დავილაპარაკო და სახანი დავაკვირდე და შევხედო და ეგეთი რაღაც არ მიჩანს თავად რაღაც სერიოზულის მიწერას აპირებ ამიტომაც პასუხისგებლობა მოგიწევს რა იყო რა ყველა ვარიანტი ხო მოკლედ ეს არის და ეს იმედი მაქვს რომ კარგად იქნებით იმედი მაქვს და საინტერესო სახალისო იყოს გაშლა როგორც თქვი სავარაუდოდ ციგნებიდან უკვე აღარ მექნება პირადი გაშლები კონსულტაციები მანამდე ხა აქცია მაქვს თუ იმედი ექნება სურვილი შეგეძლოთ შემეხმიანოთ